ამთავითვე ვიტყვი, რომ ძალიან ძიმე და ობიექტურობასთან მიახლოებული, მაგრამ ალბათ მაინც სუბიექტური ვიდეობლოგი გამომივა, არ დამძრახავთ, არც იმაში, რომ ვიდეობლოგი იქნება არა 20 წუთიანი, ან 30 წუთიანი, არამედ შესაძლოა იყოს 40, 45 წუთიანი, 50 წუთიანიც კი. ამთავითვე გეტყვით, თუმცა იმასაც დაგპირდებით, რომ ვიდეობლოგი ტექსტი, ჩემი ტექსტის შინაარსი იქნება მეტნაკლებად საინტერესო. ღვთივ მიიცვალა სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ილია მეორე. ეს რეალურად მშრალი ცნობაა, პროტოკოლური ცნობაა, მეთქი თუ ვიტყვი ასე, სულაც არ გადავაჭარბე. მე თქვენის ნებართვით ცოტა არამშრალად ვისაუბრებ და მძიმედაც ვისაუბრებ. მოკლედ ეს ვიდეობლოგი პატრიარქ ილია მეორეზეა, ჩემი აზრით კონტროვერსიულ პერსონაზე. ნახევარ საქართველოზე გაცილებით მეტი 90% ქართული საზოგადოებისა დღეს სახეს იხოკავს პირდაპირი ან არაპირდაპირი მნიშვნელობით, ჩემი მოსაზრებით უმრავლეს შემთხვევაში ფლიდობენ და ფარისევლობენ ადამიანები. მე ვეცდები რომ არ ვიყო ფლიდი, არ მინდა რომ ვიყო ფლიდი და არ მინდა რომ ვიყო ფარისეველი. აქედან გამომდინარე მივიღე გადაწყვეტილება პირველივე წუთებში, როგორც კი გავიგე ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ პატრიარქი ილია მეორე მიიცვალა, გარდაიცვალა, მე მივიღე გადაწყვეტილება, რომ სამების ტაძარში მე არ წავალ და ილია მეორის სამოქალაქო პანაშვილებს არ დავესწრები. არა მხოლოდ იმიტომ, რომ 1000-ობით ფლიდისა და ფარისევლის დანახვა არ მინდა, მართლა არ მინდა ოღონდ, არამედ იმიტომაც, რომ არ მინდა თავადაც არ მინდა რომ ვიყო ფლიდი, არ მინდა ვიყო მცდარი საკუთარ თავთან და გავაკეთო ისეთი რამე, რაც მხოლოდ მოდურია, ან მოდურია, მაგრამ ჩემი, აი პერსონალურად ჩემი არ არის. ეს არ ნიშნავს იმას, რომ მე ილია მეორეს უარყოფითად ვაფასებ, ან არ მტკივა, ან მძიმე ამბავი არ მოხდა და რაღაცა ასე ლაითად ეგრეთ წოდებულად ვუყურებ ამ პროცესს, მაგრამ ჩემს მოსაზრებას, ჩემს დამოკიდებულებას უფრო ზუსტი რომ ვიყო, ღიად კი გიზიარებთ, შესაძლოა ადრეა და ბევრი თქვენგანი მეტყვის, რომ ახლა კაცი არ გაციებულაო, მაგრამ გარწმუნებთ, რომ ამ თემებზე მსჯელობა, ამ საკითხებზე მსჯელობა, ილია მეორეზე მსჯელობაც, როგორც კვლავ ვიმეორებ, კონტროვერსიულ პერსონაჟზე ჩემი აზრით, თუმცა თქვენ გაქვთ უფლება, რომ მიიჩნიოთ ის წმინდანადაც კი და მას მაღალი ალბათობით წმინდანად აღიარებენ. ჩემი მოსაზრებით აუცილებელია ახლავე ამთავითვე. მე სხვაგვარად, ან შედარებით სხვაგვარად ვაფასებ ამ ამბავს, ვერ ყვები საყოველთაო ლოყათა ხოკვას, ასე ვიტყვი. ასევე არ ვიწყებ ამასაც ხაზგასმით ვამბობ, ხაზგასმით ვიტყვი, რომ არ გადავკრავს სიტყვას, არ ვიტყვი ამგვარ რამეს არასოდეს, რომ ის იყო ქართველი აიათოლა. არავითარ შემთხვევაში ის მასშტაბური კაცი იყო, აიათოლა ხამენეიც ასე მაგალითად მასშტაბური კაცი იყო, მაგრამ ილია მეორე ჩვენს მასშტაბებში მეტად მასშტაბური იყო, მეთქი ან ასე მასშტაბური იყო, მეთქი ამას ვიტყვი და აიათოლა ხამენეის თუ კონტროვერსიულად ვერ შევაფასებთ, ილია მეორეს სწორედაც რომ კონტროვერსიულად ამბივალენტურად შესაფასებელი კაცია. მოკლედ ილია მეორე გაცილებით დადებითი პერსონაა, ვიდრე აიათოლა ალი ხამენეი, ან სხვა ნებისმიერი აიათოლა. მაგალითად. მოკლედ სიმართლე მასზე თუ ამ პროცესზე თუ ამ ამბავზე სადღაც შუაშია და ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ჩემი მოსაზრებით, რომ უკვე ამთავითვე აი დღეიდანვე ჩვენ ვილაპარაკოთ მასზე როგორც ისტორიულ ფიგურაზე. მასზე როგორც ისტორიულ ფიგურაზე. აგრეთვე ვილაპარაკოთ წარსულზე ზოგადად, ვილაპარაკოთ აწმყოზე და ძალიან მნიშვნელოვანია ჩემი აზრით, რომ უკვე ამთავითვე მიუხედავად იმისა, რომ ცხედარი არ გაციებულაო, ასე რომ ამბობენ, უკვე ამთავითვე ვილაპარაკოთ მომავალზე და მე ვეცდები, რომ მომავალზეც გადავკრა სიტყვა. მოკლედ 94 წლის პატრიარქის გარდაცვალება პრინციპში მოულოდნელი არ ყოფილა. ხრცოვანი სასულიერო ლიდერი რამდენიმე წელი მეტად მძიმე ფიზიკურ მდგომარეობაში იყო, იმყოფებოდა წლების წინ ის რამდენიმეჯერ გერმანიაშიც იყო წასული სამკურნალოდ, წლების განმავლობაში სრული სისავსით ვერ ასრულებდა მთავარი მწყემსთავრის ეკლესიის საჭედპყრობელის მოვალეობას. ეს ხომ ფაქტია. სწორედ ამიტომაც 2017 წელს მან პერსონალურად გადაწყვეტილება მიიღო ამგვარი,
რომ შეერჩია მოსაყდრე და დაენიშნა მოსაყდრე, ესეთი მოსაყდრის პოზიციაზე აღმოჩნდა კაცი, რომელსაც რუსეთთან ახლო ურთიერთობები ჰქონდა, აქვს და მაგალი ალბათობით ეკნება თუ პატრიარქი გახდება შიომუჯირი, მით უფრო ეკნება. რომ გითხრათ, რომ ილიამ მეორემ დამოუკიდებლად მიიღო ეს განაცხადება, მეთქიტყვილი ამბავი იქნება. რუსეთი მაშინაც ჩაერია, მანამდე წერეოდა, მანამდე 30 წლით ადრე წერეოდა პროცესებში, ახლაც მაღალი ალბათობით ჩაერევა. ჩვენ მაღალი ალბათობით ნახავთ დელეგაციას ჩამოსულს ბანდიტი კირილ გუნძიაევის მიერ წარმოგზავნილს, ვინის ის იქნება და თავად ბანდიტი კირილ გუნძიაევი ჩამოვიდეს და აგრეთვე დეპეშას წერილს აფრენს თვით ვლადიმირ პუტინიც კი. მე მიუხედავად იმისა, რომ არ მინდა რომ ეს წერილი საერთოდ არსებობდეს, ან გავეცნო ამ წერილს, ეს წერილი იქნება და იზოლებული ვიქნები, რომ გავეცნო ამჯერად უკვე თუ იმჯერად უკვე პუტინის ჭყალებში თბილ სიტყვებს. პუტინთან ილია მეორის ურთიერთობაზე კიდევ გადავკრავ სიტყვას. მანამდე კი გეტყვით, რომ კირილ გუნძიაევის ილარიონ ალფეევი ჩაერია 2017 წლის ამბებში. ეს ის ილარიონ ალფეევია, რომელიც უკვე შემდგომ ევროპაში 20 წლებში გააგრძელებს ჭყალებში მოღვაწეობას, მუშაობას, რუსეთის ეკლესიის სასარგებლოდ რასაკვირველია და რომელსაც ამხელენ უკეთურობაში, რბილი სიტყვა, სოდვაში და სოდვილობაში, ესეთი პროტოკოლური სიტყვა, მარტივად რომ ვილაპარაკოთ, ბავშვთა პედოფილიაშიც კი. მისი პოზიციები საპატრიარქოში, რუსეთის საპატრიარქოში ახლა მნიშვნელოვნად შესუსტებულია, თუმცა 2017 წელს შიომუჯირის მოსაყდრედ არჩევაში მას, ანუ რუსეთის საპატრიარქოს მეორე ხარისხოვანი როლი არ უთამაშია. შიომუჯირზე ჩვენ კიდევ ვილაპარაკებთ, ან სხვებზე. მე კი კვლავ ვეკითხები საკუთარ თავს, სწორია თუ არა დღეს, აი მაშინ, როდესაც ხედარი არ გაციებულა, ასე რომ ამბობენ ხოლმე, ლაპარაკი ამგვარ თემებზე. ბევრი თქვენგანი ხომ არ დამძრახავს, დამძრახეთ. არ არის პრობლემა. მე არ შევაფასებ ილია მეორეს უარყოფითად, მე არ შევაფასებ ილია მეორეს დადებითად. ვიტყვი რა აქვს გაკეთებული კარგი მას და ვიტყვი მოგახსენებთ ჩემს მოსაზრებებს, რა აქვს გაკეთებული მას ცუდი, ან რა ვერ გააკეთა, უფრო ზუსტი რომ ვიყო. მოკლედ მოსაზრება იმის თაობაზე, რომ ბრძნად მეტყველებაი ვერცხლიარს წმინდაი, ხოლო დუმილი ოქრო ირჩეული, მე ამ შემთხვევაში ვერ დავეთანხმე, უბრალოდ სიტყვა მაინც გამიხსნა, რაღაცა მიმომხილველი ვარ. ახლა სხვა განყენებულ ან მეორე ხარისხოვან ან სხვა მნიშვნელოვან თემაზე ვისაუბროთ, ამაზე კი სიტყვა არ გადავკრა, ჩემი მოსაზრებები არ მოგახსენოთ, პრინციპში მაინც შეცდომა იქნება. მოკლედ პატრიარქი არ შეაფასო, არ უნდა შეაფასო, კვლავ ვიმეორებ, კვლავ აიათოლა არ უნდა უწოდო მას. ის ეკლესიას მართავდა ყველაზე დიდხანს პატრიარქებს შორის 49 წელი ნახევარი საუკუნეა ლამის. 50 წლის განმავლობაში, 49 წლის განმავლობაში, ნახევარი საუკუნის განმავლობაში არავის უმართავს თუ მართია ჩვენი ეკლესია წარსულშიც. 151 პატრიარქი იყო, როგორ გამოარჩიეს პატრიარქად, ამაზეც ვიტყვი ორ სიტყვას 1977 წელს. სხვა შორის ქალების მონაწილეობდნენ, თუ არ ვცდები, ორი ქალი დელეგატი იყო, 46 პირს უნდა აერჩია და 46-მა აირჩია, რამდენადაც ვახსოვს და ვიცი. მათ შორის ქალებმაც უკვე შემდგომ წლებში სწორედ ილია მეორეს გადაწყვეტილებით ეს წესი შეიცვლება. მხოლოდ მამაკაცები, ეპისკოპოსები, მთავარ ეპისკოპოსები, მიტროპოლიტები მიიღებენ მონაწილეობას ახლაც, ახლა უახლოეს ერთ თვეში, თვენახევარში, ორ თვეში რომ გაიმართება ახალი პატრიარქის არჩევა. სხვა შორის რომ გაიმართება, გახსნიან თუ არა ისინი სეიფს, რომელშიც გარკვეული ალბათობით მოთავსებულია ილია მეორის წერილი. კი, მოსაყდრედ მან 2017 წელს გამოარჩია შიომუჯირი, მაგრამ იმ სეიფში შეიძლება მართლაც დევს წერილი, რომელშიც სხვა გვარი წერია, ვინ გახსნის შიომუჯირმა უნდა გახსნას სხვათა თანდასწრებით, რამდენადაც ის მოსაყდრეა და რამდენადაც ის ასრულებს პატრიარქის მოვალეობას ახლა მოცემულ ეტაპზე ახალი პატრიარქის გამორჩევამდე. მაგრამ შიომუჯირმა რომ უნდა გახსნას იქ და წერილი თუ იქნება, იქ შიომუჯირის გვარსახელი ეწერება, იქნება და სხვისი გვარსახელი ეწეროს. შიომუჯირს არანაირი უპირატესობა გარწმუნებთ არ აქვს, მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო მედია და არა მხოლოდ სახელმწიფო მედია, არამედ ქართული ოცნების
ბანდა ხელისუფლება აქტიურად ლობირებს უკვე დაიწყო, სწორედაც რომ ჩიო მუჯირის პატრიარქად გამორჩევის, პატრიარქად არჩევის კამპანია. ლობირებს ჩიო მუჯირს. ჩიო მუჯირი არ არის. არ შეიძლება იყოს ნამდვილი, სწორი, ჩვენი მართლმადიდებლური ეკლესიის თავარი პირი. მისი არჩევა საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლებისა და რუსეთის ინტერესებშია, მეთქი თუ ვიტყვი, გადავაჭარბებული სულაც არ იქნება. რაღაცა წერილი ვახსენებ, არემ წერილი. შესაძლოდ არსებული, მოთავსებული პატრიარქის სეიფში. ვარემ დაუბრუნდები მის არჩევასაც 1977 წელს, როდესაც ილია მეორე აირჩიეს პატრიარქად. ახალ გარდაცვლილი იყო პატრიარქი დავით მეხუთე დევდარიანი, ბაბუა ნანა დევდარიანი, ხო გახსოვთ ნანა დევდარიანიც. მის სეიფში აღმოაჩინეს წერილი, როგორ უყურებდა დავით მეხუთე მომავალ პატრიარქს, ვინ შეარჩია მან. გაგიკვირდება და ილია მეორე არ იყო ჩაწერილი. ამ წერილში ილია მეორის სახელი, ილია შიოლაშვილის სახელი არ იყო მოხვედრილი. მაშინ მეორე არ იყო ბუნებრივია. იქ ეწერა გვარსახელი ილარიონ სამხარაძე. აი ეს ის ილარიონ სამხარაძეა, მე სტალინისტად რო იქცევა და მაია ასათიანი ცნობილი გადაცემა თუ გახსოვთ, ილარიონ სამხარაძე სტალინის ერთი კაცი, ერთი მღვდელმსახური სტალინის ფოტოებით, ხატებით არა, ფოტოებით რომ დადის სტუდიაში და რაღაცეებს რო ყვირის, ვიღაც ქალბატონთან ერთად, ეს ქალბატონი სხვა შორის ბიზინა ივანიშვილის ასტროლინგვისტიკის თუ ასტროარქეოლოგიის კათედრის გამგე თუ ამ რაღაც განყოფილების ერთ-ერთი ხელმძღვანელია, პარემხა ვიტყვი, სტალინისტი. წერილი შეიცვალა ამ კი რა დადასტურებული ცნობებით და იქ აღმოჩნდა ჩაწერილი ახალ წერილში ილია შიოლაშვილი. ასე აირჩიეს ილია მეორე, მისი კონკურენტი იყო არა მხოლოდ კონკურენტი, არასწორი სიტყვა ამ თლად. შეიძლებოდა გამხდარიყო პატრიარქი ილარიონ სამხარაძე და გეტყვით ასე რომ კარგია რომ არ გახდა მეთქი, იმიტომ რომ ეს კაცი აკი გითხარით რომ ღია სტალინისტი იყო, ღია სტალინელი იყო, აგრეთვე გაიოს კერატიშვილი, ოდინდელი მოწინააღმდეგე ილია მეორისა, რომელიც უკვე შემდგომ წლებში დააპატიმრა საბჭოთა ხელისუფლებამ, საბჭოთა საქართველოს ხელისუფლებამ, დააპატიმრა ეკლესია მონასტრების გაძარცვის გამო, მას გამოჰქონდა ხატები, სიწმინდეები და ყიდდა პირდაპირ მნიშვნელობით, არა მხოლოდ საქართველოში, ასე მდიდრდებოდა. ასევე ის ფრხილებული იყო ჰომოსექსუალიზმში, მამათმავლობაში. უკვე შემდგომ რამდენიც მახსოვს და სწორედ მახსოვს ის განიკვეთა, ცოტა ხნის წინ, რამდენიმე წლის წინ ის გარდაიცვალა. იქვე შეიძლება სხვა მღვდელმსახურების გახსენებაც და მათ შორის უნდა გავიხსენოთ ესეთი კაცი გვარად ჭკადუა, რომელიც 1982 წელს გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა აფხაზეთში. ეს ის ჭკადუა, რომელიც შეიძლებოდა გამხდარიყო სწორედ ამ წლებში 80-იანი წლების დასაწყისში პატრიარქი თუ გადააყენებდნენ ილია მეორეს. ილია მეორეს მაშინ წაეხმარა საბჭოთა ხელისუფლება საერთოდაც. რომ თქვა ღიად. რასაკვირველი 1977 წელსაც საბჭოთა საქართველოს ხელმძღვანელობა სუკი და საკავშირო ხელმძღვანელობა წაეხმარა ილია მეორეს პატრიარქობაში, არ უარყოფ ამას. ოღონდ მე შორსა ვარ იმ აზრისაგან, რომ ილია მეორე მაინც და მაინც კგბ-ს აგენტი იყო, მიუხედავად იმისა, რომ ხანდახან მაინც წავაწყდებით ხოლმე ცნობებს, რომ მას ესა თუ ის მეტსახელი თუ კლიჩკა თუ კგბ-ს მიერ მიკუთვნილი თუ მიკუთვნებული სახელი ჰქონდა. შორსა ვარ დადასტურებულად არ ვიცი, მეთქი ასე ვიტყვი, იგი ფიგურირებს ესეთი კლიჩკები, შერქმეული სახელები, ივერიელი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. პატრიარქი ილია მეორის გარდაცვალება მართლაც უდიდესი ამბავია, უდიდესი, ანუ მძიმესი ამბავია მთლიანად ქვეყნისათვის, ქართული საზოგადოებისათვის. საქართველოს ეკლესიის ავტორიტეტი რასაკვირველია დაფუძნებული იყო და არის კიდეც ილია მეორის ავტორიტეტზე, რომელსაც ძალიან ბევრი რამ აქვს გაკეთებული საქართველოს ეკლესიისათვის, ქვეყნისათვისაც. ვიტყვი ასე, რამდენიმე ჩამოვასახელებ, ყველაზე ვერ ვილაპარაკებ, გიბოდიშებთ, რაც გამახსენდება, იმაზე ვიტყვი. მაგრამ არა მხოლოდ ჩვენთვის არის ეს უმძიმესი ამბავი, არამედ მთელი საქრისტიანოსათვის მეთქი თუ ვიტყვი, გადაჭარბებული არც ეს იქნება და არა მხოლოდ მართლმადიდებლებისათვის. რასაკვირველია, ჩვენთან ჩამოვლენ დელეგაციები კონსტანტინოპოლიდან, ასე მაგალითად, ასევე სხვადასხვა ქვეყნების საპატრიარქოებიდან, მღვდელმსახურები, მნიშვნელოვანი პერსონები,
და ისინი ჩვენთან ერთად იქნებიან ჭირისუფლები და ჩვენთან ერთად იგლოვებენ ან დამწუხრდებიან ილია მეორის გარდაცვალების გამო. რუსეთიდან რო ჩამოვა, ეს ვიცით. აქვე არ შეიძლება რომ არ ვახსენო უკრაინის ავტოკეფალია და უკრაინის ავტოკეფალური ეკლესია სამწუხაროდ 2018-19 წლებში გამოგზავნილი წერილი ტომოსი უკრაინის ავტოკეფალიის ანუ რუსეთიდან გამოყოფის თაობაზე საქართველოს საპატრიარქო მილია მეორემ მათ შორის არ წაიკითხა და გადაწყვეტილება იმის თაობაზე რომ უკრაინის ავტოკეფალია ეღიარებინა საქართველოს საპატრიარქოს ვერა და ვერ მიიღო უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის რუსეთისაგან დამოუკიდებელი ეკლესიის მიტროპოლიტი ერთ-ერთი პირველი იყო თუ პირველი არა ვინც მიუსამძიმრა ქართველ ხალხს ილია მეორის გარდაცვალების გამო და თბილი საქები ამაღლებული სიტყვები არ დაიშურა აც გარდაცვლილი პატრიარქის მიმართ მიუხედავად იმისა რომ პატრიარქ ილია მეორეს უკრაინის ავტოკეფალია არ უღიარებია აქვე ვიტყვი ამავდროულად ისიც აღნიშნა უკრაინის ეკლესიის წარმომადგენელმა თავის განცხადებაში რომ ილია მეორე აქტიური მხარდამჭერი იყო უკრაინისა მხარს უჭერდა უკრაინას გმობდა ვარცდები ეს სიტყვებიც არის ჩაწერილი ამ წერილში გმობდა რუსეთის აგრესიას მე გულახდილად გეტყვით ამგვარი რამ არ მახსენდება პირიქით ღიად მას ილია მეორეს არ დაუფიქსირებია პრორუსული პოზიციები მაგრამ ბოლო პერიოდის ბოლო რამდენიმე წლის 10 წლის 12 წლის 14 წლის ყველა მისი ეპისტოლე გაჯერებული იყო სიტყვასა და სიტყვას შორის დიპლომატიურად და ილია მეორე კარგი კი არა საუკეთესო პოლიტიკოსი იყო საუკეთესო დიპლომატი იყო ვიტყვი ასე გაჯერებული იყო ისეთი ნარატივებით რომლებიც შინაარსით რომლებიც არაიმდენად თბილისს არაიმდენად კიევს არაიმდენად ქართულ საზოგადოებას არაიმდენად თავისუფლებას რამდენადაც სწორედაც რომ რუსეთს აწყობდა რუსეთს ეამებოდა არ იყო თლად გამართული თეოლოგიური თვალსაზრისითაც და დემოკრატიასთან თავისუფლებასთან პირველ ყოვლისა საერთოდ წყალად იყო ყველა მისი ტექსტი ვინ წერდა რა მნიშვნელობა აქვს ბოლო წლებში განსაკუთრებით ქვეყნდებოდა ილია მეორის სახელით ამის მიუხედავად კვლავ ვიმეორებ ილია მეორის გარდაცვალება არის უდიდესი დანაკლისიც მეთქი ან უდიდესი ან უმძიმესი ამბავი მთელი ქრისტიანული სამყაროსათვის ახლა ვისაუბროთ მის არჩევაზე კიდევ ერთხელ 77 წელს ქალებმა აირჩიეს მეთქი ეს მგონი გითხარით დავით მეხუთე დევდარიანს სხვა პირის შესახებ ილარიონ სამხარაძის შესახებ ჰქონდა დაწერილი ანდერძი და გადავახტეთ ამ ამბავს იმიტომ რომ ამაზე პრინციპში ვილაპარაკეთ და დრო კი მიდის და მიდის ასევე უნდა ვისაუბროთ რასაკვირველი ილია მეორის უზარმაზარ როლზე ქართული ეკლესიის ათვის ავტოკეფალიის აღდგენის პროცესში აღდგენის ამბავში მე არ მახსოვს ვახსენეთ თუ არა კირიონი და ამბროსი ხელაია ვახსენეთ თუ არა კალისტრატე ცინცაძე მე მგონია თუ არ მიხსენები ახლა აგეტყვით მე მგონია რომ ილია მეორე ილარიონ სამხარაძის არ იყოს სტალინის ერთგვარი არა ილარიონ სამხარაძისავით დიდი მაგრამ ერთგვარი მოყვარული კაცი იყო დამნდობი სტალინისა გამმართლებელი სტალინისა ვიტყვი ასე სტალინელი მაინც და მაინც ასე შეიძლება არ ითქვას მაგრამ სტალინი მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება ილია მეორეს არ ჰქონდა ეს ვიცით მე მგონია კი არა ეს ასია რეალურად შესაბამისად ილია მეორე იყო არაიმდენად კირიონ საძაგლიშვილის ავტოკეფალიის აღდგენის 1918 წელს და არაიმდენად ამბროსი ხელაიას 1921 წელს პატრიარქად რომ გამოარჩიეს და 1927-ში რომ აღესრულა იმ კაცის არამედ კალისტრატე ცინცაძის ამ ერთგვარად სტალინელი ან სტალინის მოყვარული ან სტალინის მისი მოყვარული კაცი იყო ამ პატრიარქის ხაზის გამაგრძელებელი საერთოდაც მე მგონია რომ ქრისტეფორე ცისკიშვილის 27 წელს საპატრიარქო ტახტზე ასვლის შემდეგ არსობრივად შეიცვალა ქართული საპატრიარქო ტახტის საპატრიარქოს სულისკვეთება წყალი რო არსებობს არ შეიძლება სულისკვეთება ასე მგონია მე ილია მეორე უფრო კალისტრატე ცინცაძისტი იყო მოდი ასე ვიტყვი მაგრამ კვლავ ვიმეორებ რომ ილია მეორეს უზარმაზარი როლი აქვს შეტანილი კირიონის საქმის გაგრძელებაში
და გეტყვით, მოგიყვებით რა სგულისხმობა. 1979 წელს ან 2 წლის არჩეულია ილია მეორე. საქართველოს ეკლესიის დელეგაცია ოფიციალური ვიზიტით ეწვევა კონსტანტინოპოლს, მსოფლიოს საპატრიარქოს, სადაც ილია მეორე კატეგორიულად მოითხოვს სამი საკითხის განხილვას. ეს არის საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია, ეს არის ეკლესიის მეთაურის საპატრიარქო ტიტული, ეს არის საქართველოს ეკლესიის ადგილის შესახებ მართლმადიდებლურ ეკლესიათა დიპტრიხში. სხვა შორის დიპტრიხში ჩვენი ადგილი, მიუხედავად იმისა, რომ გაცილებით ძველია ჩვენი ეკლესია, ჯერაც რუსეთს უკან არის, მიუხედავად იმისა, რომ წლების განმავლობაში ილია მეორე ამ საკითხს აყენებდა დღის წესრიგში. ანუ რუსეთი იერარქიულად უფრო მაღალ საფეხურზეა ვიდრე საქართველო. საპასუხოდ კონსტანტინოპოლის ეკლესიამ ისტორიული დოკუმენტები მოითხოვა და უკვე შემდგომ თბილისში დაბრუნებული ილია მეორე მოითხოვს, კი არა ითხოვს, თხოვს მათ შორის ისტორიკოსებს მარიკა ლორთქიფანიძეს და არა მხოლოდ, რომ მიეხმარონ და შეეხიდონ ერთ ამბავში, რომ მოიძიონ დოკუმენტები, შეკრიბონ დოკუმენტები, რომლებსაც მერე უკვე წარუდგენს ილია მეორე მსოფლიოს საპატრიარქოს 82 წლის ივნისის თვეში. ეს დოკუმენტები იქნება გაგზავნილი ყველა მართლმადიდებლურ ეკლესიას მიმართავს, ყველა მართლმადიდებლური ეკლესიის მეთაურს, ანუ საბერძნეთს, ბულგარეთს და სხვებს და 90 წელს, აქედან 8 წელიწადში 7 იანვარს, ანუ შობა დღეს, ჩვენს ეკლესიას ეწვევა მიტროპოლიტი ქრიზოსტომოსი და განაცხადებს, რომ საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია და საპატრიარქო ტიტული აღიარებულ იქნა. ანუ აღიარა კონსტანტინოპოლმა, აღიარა კვლავ მეორე იერარქიულად ჩვენ თუ არ ვწდები მეხუთეზე შესაძლოა ვწდები მეხუთე საფეხურზე ვართ, მაგრამ ჩვენი ეკლესიის ავტოკეფალია აღიარებული იქნა კირიონ საძაგლიშვილის მიერ მოპოვებული თუ აღდგენილი. ილია მეორე უნდა გასცნობოდა ამ ყველაფერს და ხელი უნდა მოეწერა. 8 იანვარს ილია მეორე მართლაც გაეცნო სიგელის ტექსტს, ანუ გვანიჭებენ ავტოკეფალიას და დაიწუნებს ამ ტექსტს. და კერძოდ იტყვის, რომ შესატანია ორი ცვლილება. პირველი ნაცვლად სიტყვისა ვამტკიცებ, ანუ კონსტანტინოპოლი ამტკიცებს და ასევე სიტყვისა ვაცხადებ, უნდა შეცვლილიყო ეს ტექსტი ასე: ვაღიარებ და ვცნობ. უზარმაზარი ამბავია და ამაზე კონსტანტინოპოლი დაგვთანხმდა. მეორე, მირონთან დაკავშირებით, ესეც ძალიან მნიშვნელოვანი ამბავია. სიგელის თანახმად ქართულ ეკლესიას მირონი კონსტანტინოპოლის ეკლესიიდან უნდა მიეღო. ეს მირონი კი უმნიშვნელოვანესია ჩვენთვის. ეს სიმბოლური უნდა ყოფილიყო და არავითარი ვალდებული მის წინაშე არ აყენებდა ქართულ ეკლესიას, მაგრამ რადგანაც ისტორიულად ცნობილია, რომ საქართველოში მირონი მე-4 საუკუნეში იხარშებოდა, ამიტომ ილია მეორე უარი თქვა ანაცხადა კონსტანტინოპოლიდან მირონის მიღებაზე. მე არ ვიცი რა ბედი ეწევა, ან როგორ დადგება ეს საკითხი მას შემდეგ, როცა ჩვენ აღარ ვიქნებით და მე შთამომავლებს ვერ დავუტოვებ საკაბათო საკითხს. ვინ მაპატიებს საუკუნეების წინათ მოპოვებული უფლება, დღეს ერთი ხელის მოწერით გავაუქმო და საქართველოში მას შემდეგ მართლაც ხდება მირონის ხარშვა. ეს არის უზარმაზარი ლოდი, მოდი ასე ვიტყვი, ქართული ეკლესიის ავტოკეფალიაში ჩადებული, ქართული ეკლესიის ისტორიაში ჩადებული ილია მეორის მიერ. ამავდროულად არ შეიძლება რომ არ გავიხსენოთ ეკლესია მონასტრების აღდგენა, არ შეიძლება რომ არ აღვიდგინოთ თუ გავიხსენოთ ეკლესია მონასტრების აშენება. ეხლა ბევრი იტყვის, რომ ფსევდოთ ქრისტიანული მოძღვრების და ნერგვაო და უვიცთა მიერ ქრისტიანობის სწავლებაო და მე დამეთანხმები, მაგრამ ტაძრები, შენობები, მოდი ასე ვიტყვი, რომ აშენდა, არის თუ არა სული წმინდა ამ შენობებში, ამაზე არ ვილაპარაკოთ, არავითარი უფლება არ აქვს, ეს ძალკეთება. და რა საკვირველია, პირველ ყოვლისა, ანუ ავტოკეფალიის აღდგენის დამტკიცების შემდეგ, მისი უზარმაზარი წვლილია იმაში, რომ ქართულად ხდება გალობა. სხვა შორის დღევანდელ ეკლესიაში, აი ილია მეორეს რომ გლოვობენ იმ ადამიანებშიც, არის ძალიან ბევრი სამღვდლო პირი, ძალიან მაღალი იერარქები, რომლებიც ამას ეწინააღმდეგებიან და არ უნდათ რომ ქართულად იგალობოდეს, გალობა ხდებოდეს ქართულად. ეს არის დადებითი ამბები, ასევე დადებით ამბავთა შორის წარმოუდგენელია რომ არ მივათვალოთ 2008 წლის ამბავი.
ილია მეორისა, როდესაც ილია მეორემ როგორც უზარმაზარმა ავტორიტეტმა მოახერხა და შეაღწია კონფლიქტი ცხინვალის რეგიონში და იქ დაღუპულები ჩვენი ჯარისკაცები და სამოქალაქო პირები გადმოასვენებინა დანარჩენ საქართველოში. წარმოუდგენელი ამბავია ეს. აღარ ვლაპარაკობ ცალკეული ადამიანებისთვის გაწეულ დახმარებებზე, მათ დალოცვაზე, ბევრ ამბავზე, აღარ ვლაპარაკობ დიპლომატიურ წინააღმდეგობაზე, რომელსაც ის უწევდა, გავბედავდა ვიტყვი დღევანდელ ხელისუფლებასაც. კი, ყველას მეთქი ასე ვიტყვი, გარდა ედუარდ შევარდაძისა. ედუარდ შევარდაძეზე კი გამახსენდა და გადავდივარ უარყოფით ეპიზოდებზე ილია მეორის შეფასებისას. პირველი რაც მახსენდება 82 წლის ამბავზე, ხო ვერ ვიტყვი მასზე, ანუ ჭკადუას მოლოდელ გარდაცვალებაზე რა უფლება მაქვს, მაგრამ პირველი რაც მახსენდება ეს არის 89 წელი. საშიშროება რეალურია. ბრძანა ილია მეორემ და კარგია მეთქი ქართულმა საზოგადოებამ რომ არ დაუჯერა მას და არ ჩახვდა მას, არ გახვდა მას წმინდა გიორგის სახელობის გაშვეთის ტაძარში, ტაძრის ეზოში და იქ არ დაიწყო ლოცვა ჯერ ერთი. ბოლშევიკები, კომუნისტები, რუსი სამხედროები შემოვიდოდნენ და ტაძარშიც აქ ჩეხავდნენ და მეორე ილია მეორეს შესანიშნავად ჰქონდა გაცნობიერებული ჩემი აზრით, რომ უკან დახევა აუცილებელი იყო თუ გადავრჩებოდით, როგორც არ ჰქონდა გაცნობიერებული, რომ ვერ გადავრჩებოდით, ანუ რუსები ჩამოგყვებოდნენ და კარგია რომ არ გავყევით იმ გზას, არ დავუჯერეთ პატრიარქს, ირაკლი წერეთელმა აიღო სიტყვა თუ გახსოვდა მამაო ჩვენო, წაიგითხა მაშინ 89 წლის 8-დან 9 აპრილის ღამეს დაახლოებით 4 საათზე ღამე და მერე კი წარმოთქვა ისტორიული სიტყვა მერაბ კოსტავამ დიდებული წამის თაობაზე ის სიტყვა მერაბ კოსტავასი გაცილებით მნიშვნელოვანი ისტორიულია, ვიდრე ნებისმიერი სხვა სიტყვა საერთოდ 4 აპრილიდან ვიდრე 9 აპრილის ჩათვლით წარმოთქმული ან იმ პერიოდის საქართველოში წარმოთქმული ნებისმიერი სიტყვა. მე კი ამას თუ ვიტყვი, აქაც არ გადავაჭარბებ. ეს ამბავი რომ მოხდა ანუ 9 აპრილს რომ აქ ჩეხეს, იქიდან 2 წლის თავზე ზუსტად იმხანად უზენაეს საბჭოს თავმჯდომარე ზვიად გამსახურდია ამაოდ ელოდა ილია მეორეს უზენაესი საბჭოს შენობაში, ანუ რუსთაველზე, იქ უნდა გამართული იყოს ხდომა და საქართველოს უზენაეს საბჭოს დეპუტატებს უნდა გამოეცხადებინათ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა, ზვიად გამსახურდიას თავკაცობით დეპუტატებს. ამაოდ ელოდა და მხოლოდ ერთი, თუ არ ვცდები, არ მაქსიმუმ 2 სამღვდლო პირი იყო მისული უზენაეს საბჭოს ხდომაზე, ილია მეორე არ გამოცხადდა, არ მივიდა, გამოცხადდა შეიძლება ცოტა უცნაური და ცუდი ზმა არის, არ მივიდა. ის არ მივიდა შემეშალოს და თუ არ ვცდები საკუთარ მამულში იმყოფებოდა იმ დღეს და ასეთ შემოთვალეს საპატრიარქო და რომ ილია მეორე არ იქნებოდა და რომელ დღეს არ იქნებოდა. აიხსენეთ, ესეთი დღე არ ყოფილა საქართველოს ისტორიაში ბოლო 35 წლის განმავლობაში ნამდვილად და ტოლსტოი დღეა 1918 წლის 26 მაისისა მეთქი ამასაც თუ ვიტყვი, სწორი ვიქნები, მართალი ვიქნები. 1991 წლის 9 აპრილს. საერთოდ გამსახურდიასა და ილია მეორეს შორის თლად ყოველთვის თბილი ურთიერთობები არ იყო, კერატიშვილი რომ ვახსენე, კერატიშვილთან დაპირისპირების პირობებში და პერიოდში გამსახურდიამ და კოსტავამ მხარი დაუჭირეს სწორედაც რომ ილია მეორეს. თუმცა გამსახურდია საკუთარ გამოცემებში არაერთხელ აკრიტიკებდა საპატრიარქოს მანამდეც, ანუ ეფრემისა, დავითისა და ილია მეორის საპატრიარქოსაც აკრიტიკებდა უამრავი კონკრეტული საბაბის. აღარ გავაგზავნებ ხა თქვენი სტებორტთან თემაზე საუბარს, მაგრამ ბევრი საბაბის და მიზეზის გამო. გამსახურდია სადაპატრიარქის ურთიერთობა გაგრძელდა უკვე 91 წლის მიწურულიდან და 92 წლის დასაწყისიდან, როცა გამსახურდია ბანდიტებმა, რუსებმა გააგდეს და სამწუხაროა, მაგრამ პატრიარქმა პრინციპში ირიბად და არაღიად, მაგრამ დაუჭირა მხარი სახელმწიფო გადატრიალებას, ის თბილ-თკბილ კარგ ურთიერთობებში იყო შევარდაძესთან, ამ შევარდაძის ვინჩივის ბანდიტებთან, კიტოვანთან, იოსელიანთან, სხვებთან ის მიესალმა ერთგვარად კი არა პრინციპში ღიად სახელმწიფო გადატრიალებას. ეს არის ძალიან ცუდი ამბავი. ასე დასრულდა პატრიარქისა და ზვიად გამსახურდიას ურთიერთობა 93 წლის დეკემბრის მიწურულს გამსახურდია თავს არ მოიკლავს. გამსახურდიას მოკლავენ. თუმცა უკვე თბილისში როცა ჩამოასვენებენ, პატრიარქიც იქნება სამგლოვიარო ცერემონიაზე და პატრიარქიც იქნება ზვიად გამსახურდიას თაწმინდის პანთეონში ამსვენებელთა და
პარაკლისი ქვია, ხო? პარაკლისის წამკითხველთა შორის არ მეშლება ნამდვილად. შევარდაძესთან ურთიერთობა. შევარდაძესთან ურთიერთობაც ძიმე იყო არა, უფრო მსუბუქი იყო, იგდას 30 წუთს. შევარდაძე პატრიარქმა ილია მეორემ მონათლა. შევარდაძე პატრიარქმა ილია მეორემ რამდენიმეჯერ იხსნა. შევარდაძესთან პატრიარქმა ილია მეორემ გააფორმა ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის არსებული დღესაც არსებული კონსტიტუციური შეთანხმება, ეგრეთ წოდებული კონკორდატი, რომელსაც მე ძალიან უარყოფითად ვაფასებ, მით უფრო დღევანდელი გადასახედით. მიშას წყალობდა თუ არა პატრიარქი? არ ამგონია გულახდილად გეტყვით, თუმცა მამაშვილური დამოკიდებულება მასთან მაინც ჰქონდა. ბიძინა უფრო უყვარდა, მეთქი ამასაც ვერ ვიტყვი, ან უყვარდა, თუ უყვარდა, მეთქი ამასაც ვერ ვიტყვი. ბიძინა იყო და არის პირი, რომელიც მის ტახტს, მის ძალაუფლებას, მის ავტორიტეტს ძალიან ტექნიკურად უთხრიდა ძილს, მაგრამ პატრიარქი დაუძლურებულიც კი, აკი გითხარით რომ იყო მაღალი ხარისხის დიპლომატ პოლიტიკოსი, ის არ ეპუებოდა მეტ და მეტ ინტერვენციას ბიზნესში საპატრიარქოში. და ერთ-ერთი მთავარი რაც და უზარმაზარი შეცდომას დაუშვა პატრიარქმა, ეს არის სკოლის არ შექმნა. კი არსებობს სემინარია მის მიერ დაფუძნებული, არსებობს აკადემია მის მიერ დაფუძნებული, უკვე 90-იანი წლებიდან, მაგრამ თეოლოგიური სწავლება, ქრისტიანობის სწავლება სათანადოდ არ ხდებოდა, მეთქი ამას თუ ვიტყვი, სწორე ვიქნები, მართლმავე მართალი ვიქნები და რაც თავარია, ეკლესია გამოივსო, და რა გვეშველება აწი, როცა ავტორიტეტიც აღარ არის, გამოივსო ბანდიტებით, ქრისტეს არა მარტო არ მცნობებით, არამედ ქრისტეს მგმობებითაც ქმედებით ყოველ შემთხვევაში, რომლებიც ეფიცებოდნენ პატრიარქ ილია მეორეს ერთგულებას, მაგრამ ილია მეორეს და ქრისტესაც, რაც მთავარია, ღალატობდნენ, ვიტყვი ასე. სიანიდის საქმის არ გახსენება არ შეიძლება, ბორუსით არის მოცილი, მეთქი ასე ვიტყვი, კრებსებში მოხვედრილი სამღვდლო პირების არ გახსენებაც არ შეიძლება, უზარმაზარი, სქელტანიანი დოკუმენტებია, ჩანაწერებია, ამბებია. კიდევ ბევრი სკანდალი რომ არ გაიხსენო, არ შეიძლება. ახლა 9 აპრილზე ვილაპარაკეთ, კიტოვანზე ვილაპარაკეთ, ხო, თამას კვაჭანტინაძე რომ არ ვახსენო და შევეწინა არ დავიწუნო მისი ერთი ოდინდელი განცხადება ამ ლიტერატურის აცგარდასვლილი კაცისა არ შეიძლება თავის დროზე. ამ ლიტერატურობა კაცმა ილია მეორეს მიმართა ამგვარი სიტყვებით, თქვენ არ ხართ ილია მეორე, თქვენ ხართ მეორე ილია დადარება ილია ჭავჭავაძესთან, ილია მეორისა, ჩემი მოსაზრებით არ შეიძლება, ყველას თავისი ადგილი აქვს. ილია ჭავჭავაძე დარი იყო ორი დიდი ქართველისა და სხვა ყველას ჯაბრის თუ მაინც და მაინც ესე რეიტინგები უნდა შევადგინოთ. ეს ორი დიდი ქართველია დავით აღმაშენებელი და შოთა რუსთაველი. რომელია უპირატესი, რომელია უფრო დიდი ქართველი, მე სიმართლე გითხრათ არ ვიცი, ვინიც ის და ილია ჭავჭავაძე უფრო დიდი ქართველიც კია, ვიდრე შოთა რუსთაველი, მეთქი როგორ გავბედო ახლა ამის თქმა. 2017 წელს როგორ დაინიშნა პატრიარქის მოსაყდეთ, ახლა რომ მაღალი ალბათობით გახდება, კლავი მეორე პატრიარქი ისჩიო მუჯირი, ამაზეც თქვი ორი სიტყვა. ილია მეორე 151 მთავარი იერარქი, პირველი იერარქი იყო, მან დაწერა თავისი ave maria, ის ხატავდა. ახლა ვისაუბროთ იმაზე, როგორ ირჩევენ პატრიარქს და პრინციპში დავასრულოთ ვიდეო ბლოგი. საქართველოს ბოდიში აქვე ვიტყვი, რომ შემეშველა ტაბულა, რომლის რედაქტორმა პირველ ყოვლისა, ნათეუსმა, ლევანმა, შეუდარებლად ბევრი იცის ვიდრე მე და ვიდრე ბარეორმა მთლიანად ქართულ საზოგადოებაში. ალბათ მაინც ნათეუსის ტექსტია ეს, თუმცა ყველგან მისცემა ამ გამოცემას. საქართველოს ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულებით გათვალისწინებული ალაგ-ალაგ კომენტარებსაც დავურთავ, რომ კათოლიკოს პატრიარქის გარდაცვალების შემდეგ ქიროტონიით უპირატესი მღვდელმთავარი სინოდის წევრთა უმრავლესობის თანდასწრებით მოვალეა გახსნას კათოლიკოს პატრიარქის დატოვებული ანდერძის საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის ვინაობა გამოაცხადოს. ვინ არის ქიროტონიით უპირატესი მღვდელმთავარი? ბევრი თქვენგანი იტყვის, რომ აქ ასაგზია საუბარიო, მე მგონი არ არის ასაგზე საუბარი, ამას კარგად განმარტავენ თეოლოგები. მე ახლა რამ რომ თქვა, შესაძლოა შეცდომა დაუშვოს. შეიძლება ლაპარაკია
მიტროპოლიტ შიო მუჯირზე ამავდროულად მოსახლეზე შეიძლება ლაპარაკია ასაკით უფროსი ვინც არის არ ვიცი ვინ არის ასაკით უფროსი შესაძლოა ლაპარაკია იმ 4 პირზე მათ შორის ერთ-ერთი შიო მუჯირია რომელიც ატარებს ბრილიანტის ჯვარს და შესაძლოა ერთ-ერთ მათგანზეა საუბარი ამავდროულად ასაკიანი თუ ასეთი ანდერძი არ არსებობს ან ანდერძში არ არის მოხსენიებული მოსახლეობის ვინაობა ანდერძი ახალი არსებობს თუ არ ვიცით ჩვენ ახლა გახსნილი არ არის მოცემულ ეტაპზე ჩვენ ვიცით რომ პატრიარქს უკვე გამორჩეული ხავდა 2017 წლიდან ხავს მოსაგრეთ შიო რომელსაც არანაირი უპირატესობა არ აქვს ახლა ასრულებს უბრალოდ პატრიარქის მოვალეობას მოკლედ თუ ანდერძში ახალში მაინც ასე ვიტყვი არ არსებობს ან ანდერძში არ არის მოხსენიებული მოსახლეობის ვინაობა იმიტომ რომ სხვა თემასაც შეიძლება დაეხებოდეს თეორიულად ანდერძი ეკლესიის მართვა პატრიარქის არჩევნებამდე ქიროტონიით უპირატესზე გადადის მაგრამ ახლა ანდერძი საინტერესოა სხვა კუთხით დასახელებული ყავს თუ არა მოსახლე რომელიც დასახელებული ისედაც არის და ასრულებს საკუთარ მოვალეობას არამედ მისი მემკვიდრე თუ სწორი სიტყვა რაღაცი კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ სიცოცხლეშივე დაადგინა მოსახლე მიტროპოლიტი შიო მუჯირი კათოლიკოს პატრიარქის გარდაცვალებისთანავე ამას წერს ტაბულა და სწორია როგორც ხვდები კი არა ნამდვილად მისი მოსახლეობა შედის ძალაში თუ ანდერძი საპირისპიროს არ ამბობს აი რას პატრიარქმა ილია მეორემ გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე დაწერა თუ არა სხვა ანდერძი რომელიც შიო მუჯირისათვის იქნება ცუდი ანუ ისეთ მდგომარეობას შექმნის რომ შიო მუჯირი ვერ გახდეს პატრიარქი არ ვიცით თეორიულად მე არ მჯერა რომ დაწერა მაგრამ თეორიულად შეიძლება მართლაც დაწერილია და თუ დაწერილია ეს ანდერძი ამგვარი ანდერძი აი 77 წელსაც მოხდა ილარიონ სამხარაძისთან იმართებაში და კარგი მოხდა მეთქი გავბედავდა ვიტყვი იმიტომ რომ ის კაცი გაგიჟდა უკვე შემდგომ და ეთყობოდა რომ გიჟი იყო თლად დალაგებული არ იყო მაგრამ კარგით გავარებოთ ეხა ილარიონ სამხარაძის არ ვაფასებ რა უფლება მაქვს ხო არ მოხდება შეცვლა მეორე მხრივ თუ დავით მეხუთემ დაწერა ანდერძი და ილარიონ სამხარაძე სტოვებდა პატრიარქად მე ვინ მეკითხება 2026 წელს ძიმე სიტყვებს რო ვამბობ თუნდაც გაგიჟებულ ილარიონ სამხარაძეს მოკლედ მე არ ვიცი შეცვლის მომხრეც არა ვარ მეორე მხრივ ეხლა ისი არ გამოვიდეს საპატრიარქო ტახტის მოსახლისადმი კანონიკური მორჩილება საქართველოს ეკლესიის ყველა წევრის მოვალეობაა თუმცა უკვე აი დღეს ამ წუთებში უკვე სინოდის გარკვეული წევრები და ესეთი 39 გვყავს რომ ვიცოდეთ მაინც ანუ ეპისკოპოსები მთავარ ეპისკოპოსები მიტროპოლიტები ზოგი მათგანი უკვე აფიქსირებს ძალიან დიპლომატიურად ერთ რამეს ამბობენ მაგალითად ზენონი რომ ხელისუფლება არ უნდა ჩაერიოს ამ პროცესში საერთოდ ზენონს აქვს და ჰქონდა და აქვს მოსაზრება რომ მოსაყდრეთ შიოს დანიშნვა 2017 წელს თლად სწორი არ იყო თლად კანონიკური არ იყო ახლა მე ამ ნიუანსებში ვერც ვერ კვევი და არც ვაპირებ გარკვევას მაგრამ აი ეს კვედინებებია კვე პროცესები მიმდინარეობს ვისა აქვს პატრიარქობაზე პრეტენზია რა საკვირველია შიო მუჯირს გავბედავ და ვიტყვი ზენონს გავბედავ და ვიტყვი იობს გავბედავ და ვიტყვი მე უკვე დანიელს ჩემი პერსონალური დამოკიდებულებაა რომ შიოს პირველივე ტურიდან აირჩევენ პირველ ტურზე თუ მეორე ტურზე ვისაუბროთ ახლავე გარდაცვალების პერსონალური პროგნოზია გარდაცვალების შემდეგ მოსახლეობამ უნდა მოიწვიოს სინოდი მოწეულია ეს ვიდეობლოგი აიტვირთება 1 საათში ჩაწერიდან და მე დავამთავრებ ამ ვიდეობლოგს დაახლოებით 4 წუთში და იქიდან 1 საათში მოიწვევენ სინოდის ხდომას პატრიარქობის იმ 3 კანდიდატის გამოსარჩევად რომელიც უნდა წარედგინოს გაფართოებულ კრებას გაფართოებული კრება არ არის ამომრჩეველთა კრება ამომრჩეველთა კრება არის 39 წევრისაგან შემდგარი სინოდი 3 კანდიდატი რომელიც ყველაზე მეტ ხმას მიიღებს წარედგინება გაფართოებულ სხდომაზე წარედგინება გაფართოებულ კრებას უკაცრავად გაფართოებული კრება მოსახლეობამ უნდა მოიწვიოს შემდეგ ვადებში საპატრიარქო ტახტის დაბრუნებიდან 40 დღის შემდეგ მაგრამ არა უგვიანეს 2 თვისა გაფართოებული კრებათან ვიაზრებ შედგება სინოდის ყველა წევრისაგან ყოველი ეპარქიიდან მოწვეული 2 სასულიერო და 1 საერო პირი თუმცა
სასულიერო პირებს და საერო პირებს მით უმეტეს და არც სასულიერო პირებს ეპარქიებიდან უბრალოდ მოწვეულებს მოდი ასე ვიტყვი მონაწილეობის უფლება არჩევანში არა მოკლედ ამბები არის ესეთი გაფართოებული კრების ყველა მონაწილეს აქვს უფლება გამოთქვას აზრი ამორჩეველი კვლავ 39 კაცია სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქად არჩეული ის კანდიდატი ჩაითვლება რომელიც კრების მონაწილე მღვდელმთავართა ხმების ნახევარზე მეც მიიღებს ანუ 4-ს 39 და ნახევარზე მეტი 20-ია წინ ორი კრებაა წმინდა სინოდის რაც სამ კანდიდატს აირჩევენ როგორც ჩანს დღეს ან შესაძლოა დღეს როგორც მივხვდები მოდის ვიხდი და გაფართოებული კრება ამ სამი კანდიდატიდან პატრიარქს აირჩევენ ვინ შეიძლება გახდეს საკათოლიკოს პატრიარქი ეროვნებით ქართველი უნდა იყოს საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის მღვდელმთავარი უნდა ჰქონდეს საღვთისმეტყველო განათლება ასაკით უნდა იყოს არანაკლებ 40 წლისა და არაუმეტეს 70 წლისა არ დავასახელებ ჩემს კანდიდატს ჩემს ფავორიტს შესაბამისად ის ვერ გახდება იმიტომ რომ ის 78 წლის არის თუ არ ვცდები ხო იობიც შეიძლება არის 70 წელზე მეტი საქმე გამომდინარე ტყუილა დავასახელე არასწორად დავასახელე ის კანდიდატებს შორის ხო ეს შეიძლება შეიცვალოს ბოდიშ ვიხდი ეს არ არის რამე დოგმატური კანონი შეიძლება იმავე თქვა 70 წლის კი არა 82 წლის არა უმეტეს 82 წლისა ვინმე თქვას ინტრონიზაცია ხდება სვეტი ცხოვლის საკათედრო ტაძარში შესაბამისად პატრიარქის გარდაცვალებიდან მაქსიმუმ 2 თვეში ეკლესიას ახალი პატრიარქი ეყოლება რუსეთი ხელისუფლება პირველ ყოვლისა ბიზნა ივანიშვილისა და რუსეთი ამ პროცესში ირიბად კულუარულად ჩაერევა გასაკვირველი ამიტომ მე არც იმ მოსაზრებას გავიზიარებ რომ აი ახლა დამთავრდა KGB საქართველოს საპატრიარქოში KGB კი არ დამთავრდა თუ არჩეული იქნება რუსეთისთვის სასარგებლო პირი რუსეთის მიმართ მეტად ლოიალურად განწყობილი პირი და ალბათ ასეთი არის სწორედასრომ შიომუჯირი სხვებიც მაგრამ განსაკუთრებით შიომუჯირი ამ შემთხვევაში KGB კი არ დამთავრდა KGB იწყება საპატრიარქოში ეს შეიძლება გახდეს და ამის მოწინააღმდეგე ამას ვეწინააღმდეგები ამას არ მივესალმები დიდი სქიზმის ან სქიზმის საფუძველი დიდი შეიძლება თლად ზუსტი შესაძლისი არ არის გაყოფის საფუძველი ის ეპარქია ჩემია ეს ეპარქია შენია ვამარტივებ მაგრამ მაინც ის ტაძარი შენია ეს ტაძარი ჩემია ქაშვეთს მე ვაკონტროლებ პატარა სამებას აკონტროლებ შენ ამის საფუძველი პატრიარქი ილია მეორეს ნათქვამი აქვს რომ მე ბოლო ჟამის პატრიარქი ვარო ეს არ ნიშნავს როგორც მე ხვდები მაინც და მაინც იმას რომ მისი გარდაცვალებიდან გარკვეული პერიოდის შემდეგ მაინც და მაინც მეორე მოსვლა იწყება ამას ალბათ მაინც არ ფიქრობდა ასაკიანი და მხცოვანი და ავტორიტეტული და მცოდნე პატრიარქი ხაზგასმით ვამბობ ამასაც ის მაინც შესაძლოა ფიქრობდა იმას რომ ის არის ბოლო პატრიარქი რომელიც თავისუფლების მოწინააღმდეგე იყო მეთქი ვერ ვიტყვი ამას მაგრამ თავისუფლების სადარაჯოზე ხანდახანზე ხშირად სამწუხაროდ არიდგა ის კვლავ ვიმეორებ კონტროვერსიულად შესაფარისებელი პირია ის ჩემი მოსაზრებით ბევრს სასაკვირველი აქვს უფლება რომ უყვარდეს და ბრმად უყვარდეს მაგრამ უკვე ამ თავითვე უნდა ვილაპარაკოთ მასზე როგორც ისტორიულ ფიგურაზე ოღონდ მისი გაფეტიშების ან მისი გადაძაგების აი ნამეტარი ძაგების კი არა საერთოდ ძაგების გარეშე რუსეთი ჩაერევა ამ პროცესში ჩემი მოსაზრებით და KGB უფრო მოდის ვიდრე იყო ბიზნა ივანიშვილს თავისი ინტერესი ექნება რა ინტერესი აქვს ბიზნა ივანიშვილს დამატებით მას უნდა რომ გააკონტროლოს ესოდენ ავტორიტეტული ინსტიტუცია საპატრიარქო მაგრამ ესოდენ ავტორიტეტული იქნება თუ არა საპატრიარქო მომავალში ილია მეორეს აღსრულების და გათვალისწინებით მე ვერ გეტყვით კიდევ რისი თქვა მინდოდა 45 წუთიანი გამოვიდა მართლაც ვიდეო ბლოგი ყველას ვუსამძიმრებ ვისაც უყვარდა ილია მეორე ვისაც ეიმედებოდა ილია მეორისა ვისაც ის მიაჩნდა და სამართლიანად მასშტაბურ პერსონად არ მithქვავს არაფერი მისი და პუტინის ურთიერთობაზე არ გამომრჩენი არ ვთქვათ გამომრჩა მაგრამ ახლა აღარ მივუბრუნდები მე ორ სიტყვას ვიტყვი არ მომწონდა არასოდეს ეს ნამეტანი სიახლოვეები რუსეთის ხელისუფლებასთან რუსეთის ბანდიტურ მკვლელ ხელისუფლებასთან
კიდევ რამე გამომრჩა თუ არა არ მახსოვს, ისიც თქმაც მინდოდა, თორე ისე ბევრი რამ გამომრჩა. როგორ უნდა დავასრულოთ? მე არ ვიცი, ამდენად სწორად მოვიქეცი, როცა ეს ვიდეო ბლოგი წარმოგიდგინეთ, იმიტომ რომ ბრძნად მეტყველებაი ვერცხლი არს წმინდაი და დუმილი, ხოლო დუმილი ოქროი არს რჩეული, შეიძლება ეს პრინციპი უფრო სწორია. ღმერთმა შეგვინდოს ყველას.